ჩვენ ახლა გადავდივართ ახალი ობიექტის შესწავლაზე. ამ ობიექტს ქვია ალგებრა. აქამდე ჩვენ წინა პარაგრაფში შევისწავლეთ ვექტორული სივრცეების ელემენტარული თვისებები. მაგრამ თავისი აგებულების უკიდურესი სიმარტივის გამო ვექტორული სივრცეები თავისთავად ინტერესს არ წარმოადგენენ. მაგრამ ისინი წარმოადგენენ აუცილებელ ფონს ბევრი ალგებრული და არა ალგებრული თეორიებისთვის. ასე მაგალითად, ვექტორული სივრცისა და რგოლის ცნებების კომბინირებით ჩვენ მივდივართ ალგებრის მნიშვნელოვან ცნებამდე. ანუ ალგებრამ. ახლა ვექტორულ სივრცეში არის ორი ოპერაცია. რგოლში არის ორი ოპერაცია. როგორც ჩვენ ვნახავთ, ალგებრაში არის განსაზღვრული სამი ოპერაცია. ცოტა ხან წინ გავუსწროთ ამ ციკლს და ნახოთ შენიშვნა პირველი. ტერმინ ალგებრას, რომელსაც ადრე ჩვენ ვიყენებდით მათემატიკის ერთ-ერთი დარგის სახელად, ამ განმარტებაში ცხადია სხვა მნიშვნელობა აქვს. ამ განმარტებაში ტერმინი ალგებრა არის ესე იგი სიმრავლე, რომელსაც გააჩნია გარკვეული სტრუქტურა. აი ახლა შემოვიტანოთ ალგებრის განმარტება. ალგებრა კაველზე ჰქვია ასიმრავლეს, შეკრების, გამრავლების და კაველის ელემენტზე გამრავლების ოპერაციებით, რომლებსაც აქვთ შემდეგი თვისებები. შეკრებისა და ველის ელემენტზე გამრავლების ოპერაციის მიმართ A არის ვექტორული სივრცე. შეკრებისა და გამრავლების მიმართ არის რგოლი და გარდა ამისა ჩვენ გვჭირდება აქსიომა ან აქსიომათა სისტემა, რომლებიც ერთმანეთთან დააკავშირებენ A-ზე რგოლისა და ვექტორული სივრცის სტრუქტურებს. აი ეს აქსიომათა სისტემა ლამდა გამრავლებული B-ზე უდრის A გამრავლებული ლამდა B-ზე უდრის ლამდა გამრავლებული AB. ნებისმიერი ლამდასთვის ჩვენი კაველიდან და A და B-სთვის A ალგებრიდან. ეხლა ამას თუ დაუკვირდებით აი ამ ტოლობებს. აი პირველი და მესამე ტოლობა ეს ასოციაციურობას ახგავს, ხოლო მეორე ტოლობა არის კომუტაციურობის ანალოგი. მოვიყვანოთ მაგალითი. აი პირველი მაგალითი. ნებისმიერი ველიელი, რომელიც შეიცავს კას ქვეველის სახით, შეიძლება განვიხილოთ როგორც ალგებრა კაზე. კერძოდ, C ველი არის ალგებრა R-ზე. ჩვენ ვექტორულ სივრცეებს როდესაც სწავლობდით წინა პარაგრაფში, ნახეთ რომ L არის კაზე ვექტორული სივრცე. მაგრამ აი ხა თუ ჩვენ ელემენტარულად შევამოწმებთ ამ პირობებს, ნახავთ რომ L არის კაზე ამავე დროს ალგებრაც. კერძოდ ჩვენ წინა პარაგრაფში ნახეთ რომ კომპლექსურ რიცხვს და ველი C არის ალგებრა ნამდვილი რიცხვებზე, უფრო ზუსტად არის ვექტორული სივრცე ნამდვილი რიცხვებზე, მაგრამ ადვილად შემოწმდება რომ უფრო მეტიც C არის ალგებრა R-ზე. მოვიგონოთ რომ C ველი არის ორგანზომილებიანი ვექტორული სივრცე R-ზე, რომლის ბაზისი არის 1 და I. ანუ წარმოსახვითი ერთეული. მეორე მაგალითი.
გეომეტრიული სამგანზომილებიანი სივრცე E კუბი არის ალგებრა ვექტორული ნამრავლის ოპერაციის მიმართ. ესე იგი, ეს არის ვექტორული სივრცე, ხომ? ჩვენ უკვე ამაზე გქონდა ლაპარაკი. ახლა შემოვიტანოთ გამრავლების ოპერაცია, ეს გამრავლების ოპერაცია იყოს ვექტორების ვექტორული ნამრავლი და ამ ოპერაციის მიმართ E3 არის ალგებრა. ალგებრა ნამდვილ რიცხვებზე ცხადია. მაგრამ სხვადასხვა ეს ალგებრა ჩვენ მე ნახავთ, რომ არც კომუტაციურია და არც ასოციაციურია. არამედ აკმაყოფილებს აი ამ ვექტორული ნამრავლის ოპერაციის მიმართ სპეციფიკურ აქსიომებს. მესამე მაგალითი. X სიმრავლეზე განსაზღვრული ფუნქციების სიმრავლე ნიშნულობებით კაველში არის ალგებრა K-ზე ფუნქციების ჩვეულებრივი შეკრებისა და გამრავლების და ფუნქციის რიცხვზე გამრავლების ოპერაციების მიმართ. ჩვენ ადრე დავამტკიცეთ, რომ ეს სიმრავლე არის ვექტორული სივრცე. და ახლა თუ შემოვიტანთ ფუნქციების ნამრავლს, არა, აქ ბუნებრივად, როგორ შემოვიტანთ ამ ნამრავლს f(j) ფუნქციის მნიშვნელობა x წერტილში იყოს fx-ი jx-ი. აი, მაშინ მივიღებთ ჩვენ ალგებრას. და ეს ალგებრა არის კომუტაციური, ასოციაციური და აქვს ერთეული. ეს ერთეული არის ფუნქცია, რომელიც x-ის ნებისმიერ ელემენტზე იღებს მნიშვნელობა 1-ს კაველიდან. აი, აქ არის ამოცანა. დაამტკიცეთ, რომ 2 ხარისხად x რგოლის 3-1 ამოცანიდან გადაიქცევა ალგებრად z 2 ველზე თუ მასში ამ ველის ელემენტებზე გამრავლებას შემდეგი წესებით განსაზღვრავთ. 0 გამრავლებული m-ზე უდრის ძალიან სიმრავლეს, 1 გამრავლებული m-ზე უდრის m-ს. ნებისმიერი m-დან 2 ხარისხად x-ი. მოვიგონოთ რა არის 2 ხარისხად x-ი. ეს არის განმარტების თანახმად აღნიშვნა, ეს არის აღნიშვნა x-ის ყველა ქვესიმრავლის. ხოლო z2 არის ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი 2 ელემენტიანი რგოლი. უფრო ზუსტად 2 ელემენტიანი ველი, იმიტომ რომ ეს 2 ელემენტიანი რგოლი იქნება ველიც. და ესეთი სტრუქტურა განმარტებული აქვს გამრავლებით. დავუშვათ, რომ ალგებრას როგორც ვექტორულ სივრცეს K-ზე აქვს ბაზისი. ეს ბაზისი აღნიშნოთ ესე 1, E2, ასე შემდეგ En. მოვიგონოთ რა არის ბაზისი. ვექტორული სივრცის ელემენტთა რაიმე ქვესიმრავლეს, ამ შემთხვევაში 1, E2, ასე შემდეგ En-ს ქვია ამ ვექტორული სივრცის ბაზისი, თუ ვექტორული სივრცის ნებისმიერი ვექტორი ცალსახად წრფივად გამოისახება ამ ვექტორების საშუალებით. ნუ წრფივად გამოსახვა რას ნიშნავს, თუ დაგვავიწყდა წინა პარაგრაფში ნახეთ და ცალსახად რომ გამოისახება, ეს ნიშნავს, რომ ყველა გამოსახულებაში ამ ვექტორების საშუალებით კოეფიციენტები უნდა იყოს 1 და იგივე. ახლა ვთქვათ, რომ
რაღაცა ავექტორი ამ ჩვენი ბაზისით გამოისახება ასეთნაირად. ესე იგი კოეფიციენტები არიან A1, A2, ასე შემდეგ AN. ანუ კოორდინატები ამ ვექტორების მიმართ მოვიგონოთ, რომ თუ 1, E2 და AN არის ბაზისი ვექტორულ სივრცეში და თუ A ვექტორი ჩაიწერება ამ ბაზისის საშუალებით წრფივად ასეთნაირად, მაშინ A1, A2 და AN რიცხვებს ეწოდებათ ამ ჩვენი A ვექტორის კოორდინატები აი ამ ბაზისში. ეს შემოკლებით ასეთნაირად ჩაიწერება. ასევე თქვათ B ვექტორი დაიშლება ამ ბაზისში შემდეგნაირად. და აქ B1, B2 და ასე შემდეგ Bn იქნება B-ს კოორდინატი. ახლა მოდით გავამრავლოთ ერთმანეთზე A და B. ამისათვის B დავტოვოთ უცვლელად ჯერ და A წარმოვადგინოთ ამ ჯამის სახით. მაშინ გვექნება რომ AB უდრის აი ამ ჯამს. აი აქ EI წერია. ესე იგი ჯამის ცვლილება ხდება ის მიხედვით. ახლა B წარმოვადგინოთ ამ ჯამის სახით. მაშინ სამი თვისებიდან აი გამოვა რომ ეს ნამრავლი ასეთია. ანუ ბოლოს თუ აიც შევიტანთ ჯამის შიგნით გვექნება რომ AB-ს ნამრავლი, A და B ვექტორების ნამრავლი არის ამ ვექტორების კოორდინატების ყველანაირი ნამრავლი გამრავლებული ბაზისების ვექტორების შესაბამის ნამრავლზე. ესე იგი IBG გამრავლებული EI-EG-ზე. აქედან გამოდის რომ გამრავლება A ალგებრაში მთლიანად განისაზღვრება ბაზისური ვექტორების ნამრავლებით. აი ეს არის ბაზისური ვექტორები EI და EG. ესე იგი თუ ვიცით EI და EG, მაშინ A-სა და B-ს გამრავლება ერთმანეთზე ადვილია. უნდა ავიღოთ EI-EG-ის წინ კოეფიციენტები I, B-i, აი აქედან და აქედან და შემდეგ შევკრიბოთ. თუ ბაზისური ვექტორების ნამრავლები კომუტაციურია, ესე იგი თუ EI გამრავლებული EG-ზე უდრის EG EI-ს ყველა I და G-ისთვის, მაშინ გამრავლება მთლიანად ალგებრაშიც იქნება კომუტაციური. მართლაც წინანდელ აღნიშვნებში ნებისმიერი A და B-სთვის მივიღებთ როგორც ვიცით A და B უდრის 3-ს, ხო? მაგრამ EI და EG ხომ კომუტაციურები არიან? გადავანაცვლოთ მაშინ. I და B-ის გადანაცვლების უფლება გვაქვს, იმიტომ რომ I და B არიან კაველიდან და კაველში კომუტაციურობა სრულდება. ეს კიდე არის თუ შევადარებთ ამას იმ ფორმულაზევით რო ქონდა იგივე B და A ნამრავლი, ანუ AB უდრის B-ას. ესე იგი თუ ბაზისური ვექტორები არიან კომუტაციურები, მაშინ გამრავლება ალგებრაში არის კომუტაციური. ანალოგიურად დამტკიცდება, რომ თუ ბაზისური ვექტორების გამრავლება ასოციაციურია, აი ასოციაციურობა ჩავწერეთ, ხო? მაშინ გამრავლება მთლიანად A ალგებრაშიც არის ასოციაციური. მეორე მხრივ,
თუ V არის ვექტორული სივრცე 1, 2 და ასე შემდეგ n ბაზისით და AEG არის ამ სივრცის ნებისმიერი ვექტორებია, აი ეს AEG. მაშინ ჩვენ შეგვიძლია V-ში შემდეგი წესით განვმარტოთ გამრავლება. AB უდრის ჯამი IBG AG, სადაც I არის A-ს კოორდინატები, BG არის B-ს კოორდინატები. და ამრიგად გადავაქციოთ V ალგებრად. ახლა ეს რაც გვეუბნება, უყურეთ რა არის. თუ გვაქვს ვექტორთა ნებისმიერი სისტემა AG, რამდენი ცალი ვექტორი გქონია? ხომ? გქონია n კვადრატი ვექტორი. მართლაც აი აქ ვნახოთ AEG რამდენი ცალი ნამრავლი გვექნება? იმის გამო რომ საზოგადოდ ჩვენი ალგებრა არ არის კომუტაციური, ამიტომ A გამრავლებული AG-ზე არ იქნება AG გამრავლებული A-ის ტოლი და აი ესეთი წყვილები ნამრავლისა ჩვენ გვექნება n კვადრატი, სადაც n არის ბაზისების არის საბაზისო ვექტორების რაოდენობა. ესე იგი ნებისმიერი n კვადრატი ვექტორი რო ავიღოთ, მისი საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ვექტორულ სივრცეში განვმარტოთ გამრავლება ასეთი ფორმულით და გადავაქციოთ V ალგებრად. აი მაგალითი. CVL როგორც ალგებრა R-ზე მოიცემა ბაზისური ვექტორების გამრავლების შემდეგი ცხრილით. მართლაც რა არის C-ში ბაზისური ვექტორები 1 და I? როგორია გამრავლება? 1 გამრავლებული 1-ზე უდრის 1-ს, 1 გამრავლებული I-ზე უდრის I-ს, ასევე I გამრავლებული 1-ზე უდრის I-ს და I გამრავლებული I-ზე I-ს განმარტების ძალით არის -1. C-ში, ანუ კომპლექსური რიცხვების ვერში კომუტაციურობის და ასოციაციურობის შემოწმება 1 და I ელემენტების კომუტაციურობისა და ასოციაციურობის ტრივიალურ შემოწმებაზე დადის. ეხლა მაგალითი. S3, ანუ გეომეტრიული სამგანზომილებიანი სივრცის ორთონორმირებულ ბაზისში განვიხილოთ, განვარტოთ რა არის ეს ორთონორმირებული ბაზისი. ესე იგი, ორთონორმირებული ბაზისი არის ორთოგონალურ ერთოლოვან ვექტორთა ბაზისი. ორთოგონალური რას ნიშნავს? ახლა ორთოგონალური ნიშნავს, რომ თუ ამ ვექტორებს ერთმანეთზე სკალარულად გავამრავლებთ, ეს სკალარული ნამრავლი ჯერ ჩვენ არ გვისწავლია, მივიღებთ 0-ს. ნუ სხვანაირად ორთონორმირებული ნიშნავს, რომ ეს ვექტორები უბრალოდ ერთმანეთის მართობულები არიან ჩვეულებრივი თვალსაზრისით. როგორც ჩვენ ამას გეომეტრიაში ვიხილავთ ხოლმე. და ერთოლოვანი ნიშნავს, რომ ამ ვექტორების სიგრძე არის 1. ესე იგი IJK არის ორთონორმირებული ბაზისი აი ამ ჩვენ სივრცეში და მაშინ ვექტორული გამრავლების ცხრილი შემდეგნაირი იქნება. I გამრავლებული I-ზე უდრის 0-ს, მოიგონოთ რომ ნუ თუ არ გვახსოვს რომ ვექტორი თავის თავზე რო გავამრავლოთ ვექტორულად 0-ს მივიღებთ. I გამრავლებული J-ზე უდრის K-ს, I გამრავლებული K-ზე უდრის -J-ს, J გამრავლებული I-ზე უდრის -K-ს, J გამრავლებული J-ზე უდრის 0-ს, J-K უდრის I-ს და ასე შემდეგ. აი ასეთი ბაზისის მაგალითად გამოდგებიან ვექტორების შემდეგი კოორდინატებით. I იყოს 1, 0, 0,
ჟი იყოს 0,1,0, კ იყოს 0,0,1. აი როგორც თქვენ ხედავთ, ეს გამრავლება აქ არის ანტიკომუტაციური. ანტიკომუტაციურობა რას ნიშნავს? კომუტაციურობა ნიშნავს, რომ AB უდრის BA-ს. ანტიკომუტაციურობა ნიშნავს, რომ AB უდრის -BA-ს. მართლაც. რა არის G გამრავლებული I-ზე? არის -K. და I გამრავლებული G-ზე არის K. ნახეთ, ნიშანი შეიცვალა. ასევე ყველა სხვა შემთხვევაში. ეს გამრავლება აგრეთვე აკმაყოფილებს იაკობის იგივეობას. ეს 3-4 მაგალითში იყო განხილული და ეს იაკობის იგივეობა საკმარისია შევამოწმოთ მარტო ბაზისური ელემენტებისათვის. რაც ძიჭრომას არ მოითხოვს. ეს გავაკეთოთ. ესე იგი იაკობის იგივეობა მე შეგახსენებთ, რომ ეს არის ასოციაციურობის მსგავსი. მხოლოდ ასოციაციურობას არ ემთხვევა. ეხლა მაგალითი მე-6. აი ეს არის ძალიან საინტერესო მაგალითი. ეს არის კვატერნიონების ალგებრა. აღნიშნება ხოლმე ხაშით და იგი უკვე არის 4 განზომილებიანი ალგებრა ნამდვილ რიცხვთა ველზე. მისი ბაზისები არის 1, I, G და K, სადაც ერთიანი არის ნამდვილი ერთიანი, ანუ ერთეული ნამდვილი რიცხვთა ველიდან, I არის წარმოსახვითი ერთეული კომპლექსურ რიცხვთა ველიდან და ამათ ემატებათ ახალი საბაზისო ელემენტები G და K. აი აქ გამრავლება როგორ მოიცემა უყურეთ. რაც შეეხება 1-სა და I-ს, გამრავლება არის ისე როგორც კომპლექსურ რიცხვებშია. ნახეთ, I გამრავლებული I-ზე უდრის -X. ესე იგი ეს ეკუთვნის კომპლექსურ რიცხვებს და აქ გამრავლება ხდება ჩვეულებრივად. მაგრამ აი როცა ახალი ელემენტები შემოგვაქვს, ახალი საბაზისო ვექტორები G და K, მაშინ გამრავლება ესეთია, ნახეთ, G1-ზე ცხადია G უნდა იყოს, G გამრავლებული I-ზე არის -K, G-ზე არის -1, G-K-ზე არის I და K გამრავლებული 1-ზე არის K, K-I-ზე არის G და აი ასე შემდეგ. როგორც ხედავთ, კვატერნიონების ალგებრაში არა მარტო I კვადრატია -1, არამედ G კვადრატიც -1-ია, ნახე, G გამრავლებული G-ზე უდრის -1. ასევე K კვადრატი არის -1. რაც შეეხება სხვა ნამრავლებს, ნახეთ, I გამრავლებული G-ზე უდრის K-ს, I გამრავლებული K-ზე უდრის -G-ს, G გამრავლებული K-ზე უდრის I-ს. ესე იგი, ორი განსხვავებული ელემენტი რომ მრავლდება ერთმანეთზე, მიიღება მესამე ელემენტი. ესე იგი, ის რომ G-ზე გავამრავლებთ, K-ს ვიღებთ და G-ს რომ K-ზე გავამრავლებთ, ვიღებთ I-ს. ესე იგი, ეს გამრავლების ტაბულა საკმაოდ მარტივია. და ადვილად შევამჩნევთ, რომ ეს ალგებრა არის ასოციაციური, მაგრამ როგორც ხედავთ, კომუტაციური არ არის. იმიტომ რომ ნახეთ, I, G არ უდრის G-ის, იმიტომ რომ I-G არის K და G-I არის -K. ესე იგი, ეს ალგებრა არის ასოციაციური, არ არის კომუტაციური და აქვს ერთეული, ცხადია. ერთეულის დროს თამაშობს ეს ერთიანი. მოგვიანებით ჩვენ ნახავთ, რომ კვატერნიონების ალგებრაში, ისევე როგორც ველში, ყველა არანულოვანი ელემენტი შებრუნებადია. ამრიგად, ეს არის
ფიგურალურად რომ ვთქვათ, არაკომუტაციური ველი. აი ნახოთ, რა არის ის შებრუნებული i კვადრატი რას უდრის? i კვადრატი უდრის მინუს ის, i გამრავლებული i-ზე არის მინუს 1, i კვადრატი უდრის მინუს 1. ამიტომ ის შებრუნებული ყოფილა მინუს i, იმიტომ რომ i გამრავლებული მინუს i-ზე უდრის 1. ასევე ჟ-ის შებრუნებული იქნება მინუს ჟ და კ-ს შებრუნებული იქნება მინუს კ. ისევე როგორც ჩვენ გავმარტეთ აბელური ჯგუფის ქვეჯგუფი, რგოლის ქვერგოლი, ველის ქვეველი, ვექტორული სივრცის ქვესივრცე, ასევე ეხლა უნდა გავმარტოთ ალგებრის ქვეალგებრა. ალგებრის ქვესიმრავლეს ქვია ქვეალგებრა, თუ ის არის ერთდროულად ქვესიმრავლე და ქვერგოლი. ესე იგი ქვესიმრავლე ხო ვიცით რა არის და ქვერგოლიც ვიცით რა. ესე იგი ქვეალგებრა არის ერთდროულად ქვესიმრავლე და ქვერგოლი. ხოლო ალგებრების ასახვას ჰქვია იზომორფიზმი, თუ ეს ასახვა არის ერთდროულად ვექტორული სივრცეებისა და რგოლების იზომორფიზმი. თუ ჩვენ გვაქვს ორი ერთმანეთის იზომორფული ალგებრა, მაშინ ერთ-ერთი მათგანის ასე თქვათ ალგებრული თვისებები თუ გამოვიკვლიეთ, არა, აი ეს გამოკვლეული თვისებები ექნება აუცილებლად მეორე ალგებრას. ანუ ერთმანეთის იზომორფული ალგებრები არის ერთნაირნი ამ ალგებრის თვისებების მიმართ. ესე იგი ერთში თუ არის რაიმე თვისება, ერთ თუ აქვს რაიმე თვისება, რომელიც ჩამოყალიბდება ელემენტების შეკრების, გამოკლების, გამრავლების, გაყოფის და რიცხვზე გამრავლების ოპერაციებით, მაშინ ეს თვისება აქვს სხვა, აი მეორე იზომორფულ, მის იზომორფულ ალგებრასაც. ამიტომ ჩვენ ეს პარაგრაფი დავამთავრეთ. ახლა გადავდივართ მეორე მომდევნო პარაგრაფზე. ამ პარაგრაფს ქვია მატრიცთა ალგებრა. ნუ მატრიცთა ალგებრა იმიტომ ქვია, რომ აი ეს სიმრავლე, რომელიც შედგება მატრიცებისაგან, არის ალგებრა. ანუ ამ მატრიცების სიმრავლეზე არის ალგებრის სტრუქტურა განმარტებული. მატრიცთა ალგებრა ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტია. და ჩვენ მას ყურადღებით უნდა გავეცნოთ. მატრიცთა ალგებრა არის წრფივი ალგებრის ანუ აი ანალიზური გეომეტრიის რა ქვია ჩვენს კურსს ქვია უმაღლესი ალგებრისა და ანალიზური გეომეტრიის კურსი. ეს ანალიზური გეომეტრია ჩვენ შემთხვევაში ეს იგივე წრფივი ალგებრა. და მატრიცთა ალგებრა დევს წრფივი ალგებრის საფუძველში. ეხლა რა არის მატრიცთა ალგებრა? n გამრავლებული n ზომის მატრიცა კ-ველზე ეწოდება კ-ველის ელემენტებისაგან შედგენილ მართკუთხა ცხრილს, რომელსაც აქვს m-ის ტრიქონი და n-ი სვეტი. ესე იგი უყურეთ, ცხრილი არის, რომელსაც m-ის ტრიქონი აქვს და n-ის სვეტი. ასოითი ჩაწერის დროს მატრიცის ელემენტები ჩვეულებრივად ჩაიწერება ორ ინდექსიანი ერთი ასოთი, რომელთაგან პირველი არის ტრიქონის ნომერი, ესე იგი პირველი ინდექსი არის ტრიქონის ნომერი, მეორე კი სვეტის ნომერი. ნუ ჩვენ ცხადია შეგიძლია პირიქით გავეკეთებინა, რომ პირველად დაგვეწერა სვეტის ნომერი, მერე ტრიქონის ნომერი. მაგრამ ეს ყველას რომ ჩვენი სურვილზე გაგვეკეთებინა ესეთი აღნიშნები, ერთმანეთს ვერ გავუგებთ. ამიტომ მიღებული ასე, რომ ორ ინდექსიანი ასოთი ჩაიწერება
ამ მატრიცის ელემენტი და პირველად იწერება სტრიქონის ნომერი, მეორედ კი სვეტის ნომერი. აი, ნახოთ ეს როგორ ხდება. აი, ნახეთ, ეს არის მართკუთხა ცხრილი, პირველი სტრიქონი და პირველი ინდექსი არის სტრიქონის ნომერი. მეორე სტრიქონი, პირველი ინდექსია სტრიქონის ნომერი და ასე შემდეგ. M-ური სტრიქონი, პირველი ინდექსია სტრიქონის ნომერი და ასევე მეორე ინდექსი არის სვეტის ნომერი, პირველი სვეტი, მეორე სვეტი და ბოლოს n-ური სვეტი. ცხადია, რომ თუ მატრიცაში არის m-ის სვეტი, m-ის სტრიქონი და n-ის სვეტი, მაშინ ამ მატრიცას ექნება m-ი გამრავლებული n-ზე რაოდენობის ელემენტი. ხანდახან აქ სიმოკლე წერია, ხო, ხანდახან სიმოკლისთვის ჩავწერთ უბრალოდ ასე a უდრის i-ის ფრჩხილებში. ერთი და იგივე ზომის a და i-ი და b უდრის b-ი მატრიცების ჯამი ეწოდება მატრიცას, რომელიც მიიღება შემდეგნაირად. ამ ახალი მატრიცის ელემენტი რო ვიპოვოთ, რომელიც დგას i-ურ სტრიქონში და j-ურ სვეტში, ამისათვის უნდა შევკრიბოთ a და b მატრიცების შესაბამისი ელემენტები. და მატრიცების ჯამი ასეთნაირად აღინიშნება a + b და გამოვარევ ეს უდრის i-j + b-j. ესე იგი ჩვენ მატრიცებში შემოვიტანეთ ჯამი. ახლა ვთქვათ a უდრის i-j მატრიცის ლამდა რიცხვზე გამრავლების განსაზღვრა გვინდა. ნუ ამას ასეთნაირად გავაკეთებთ. ლამდა გამრავლებული ამ მატრიცაზე ეს იყოს მატრიცა, რომლის i-j-ურ ადგილას დგას არა i-j, არამედ ლამდა გამრავლებული i-j-ზე. ეს ორივე განმარტება არის ბუნებრივი. ამ ორი ოპერაციის მიმართ ყველა m-ი გამრავლებული n ზომის მატრიცა, სიუყურეთ პირველად წერია აქ ჯერ სტრიქონების რაოდენობა m-ი, მერე სვეტების რაოდენობა n-ი. ამას ყურადღებად მივაქციოთ ხოლმე. ესე იგი, ამ ორი ოპერაციის მიმართ ყველა m-ი გამრავლებული n ზომის მატრიცა წარმოქმნის ვექტორულ სივრცეს, რომელსაც ესე აღნიშნავთ k m-ი გამრავლებული n. ნუ ცხადია რა, იმიტომ რომ ამ მატრიცაში არის m-ი გამრავლებული n ელემენტი და ისინი თუ აი ესე დავალაგებთ ჯერ პირველი სტრიქონი, მერე მივაბამთ მეორე სტრიქონს, მერე მესამეს, მივიღებთ ვექტორს. რა, რომელსაც აქვს m-ი გამრავლებული n mn ელემენტი. და ასე აღნიშნავთ. არსებითად იგი არ განსხვავდება k mn სივრცისაგან. ესე იგი, აქ გამრავლება არ არის. ეს არის უბრალოდ სიმბოლოა m-ი გამრავლებისნაირი ნიშანი n. აი გამრავლება აქ არის. ეს არ განსხვავდება k mn სივრცისაგან. მატრიცების სპეციფიკა იკვეთება მათი გამრავლების განმარტების დროს. ესე იგი, რა წერია აქ, რომ ჩვენ რომ ავიღოთ ახლა ეს ჩვენი მატრიცა, როგორც თქვით, წეღანდა პირველ სტრიქონს, მერე მივწეროთ მეორე სტრიქონი, ასე შემდეგ, ხო? და ასევე მოიქცეთ b-ს მიმართ. და რომ შევკრიბოთ ისინი, ეს ორი, ეხლა ეს მატრიცა რა გახდება? ეს მატრიცა გახდება mn სიგრძის სტრიქონი. და ესენი რომ შევკრიბოთ, როგორც mn სიგრძის სტრიქონები, ეს სტრიქონების ჯამი დაემთხვევა მატრიცების ჯამს. ასევე დაემთხვევა ეს ამ სტრიქონის ლამდა რიცხვზე ნამრავლი მატრიცის ლამდა რიცხვზე ნამრავლს. ესე იგი, ამ თვალსაზრისით მატრიცები და
mn სიგრძის ტრიქონები, ესე იგი ამ თვალსაზრისით m-ი გამრავლებული n ზომის მატრიცები და mn სიგრძის ესე იგი ტრიქონები არიან ერთი და იგივე. მაშინ რა საჭიროა ამისი შემოტანა? ამისი შემოტანა საჭირო არის იმიტომ, რომ აი ასეთი სახის ობიექტებზე შეიძლება შემოვიტანოთ კიდევ დამატებით გამრავლების ოპერაცია, რომელიც არის მნიშვნელოვანი გამოყენებებისა და თეორიული თვალსაზრისით. და ეს ოპერაცია უკვე აი ტრიქონებზე განიმარტება ძალიან ცუდად. და აი აქედან იწყება ზუსტად განსხვავება მატრიცებსა და mn სიგრძის ტრიქონებს შორის. ესე იგი ჩვენ ახლა გვინდა განმარტოთ მატრიცების ნამრავლი. უნდა აღნიშნოთ, რომ ნებისმიერი მატრიცა არ გამრავლდება ნებისმიერ მატრიცას. იმისათვის, რომ ერთი მატრიცა მეორეზე გავამრავლოთ, ამ მატრიცის ზომები უნდა აკმაყოფილებდნენ ერთ მარტივ თვისებას. კერძოდ, იმისათვის, რომ A მატრიცა და B მატრიცა ერთმანეთზე გამრავლების საშუალებას იძლეოდნენ, A მატრიცაში სვეტების რაოდენობა უნდა იყოს B მატრიცაში ტრიქონების რაოდენობის ტოლი. ამ შემთხვევაში მაშინ თუ A არის m-ი გამრავლებული n ზომის მატრიცა და B არის n-ი გამრავლებული p ზომის მატრიცა, მათი ნამრავლი იქნება m-ი გამრავლებული p ზომის მატრიცა. ანუ ნამრავს ექნება იმდენი ტრიქონი, რამდენი ტრიქონიც აქვს ამ მატრიცას და ექნება იმდენი სვეტი, რამდენი სვეტიც აქვს B მატრიცას. აი ახლა ჩვენ ეს ნამრავლი ორი მატრიცის ასეთნაირად აღვნიშნოთ, მისი ზოგადი ელემენტი აღვნიშნოთ ესე C-K, ხო, სადაც I იცვლება 1-დან m-მდე, იმიტომ რომ ამას აქვს იცალი ტრიქონი და K იცვლება 1-დან p-მდე, იმიტომ რომ მას აქვს p ცალი სვეტი. და ფორმულა იქნება ასეთი. ისე C-K როგორ გამოისახება A-სა და B-ს ელემენტების საშუალებით. ეს არის ჯამი AIJ გამრავლებული BJ-K, სადაც J იცვლება 1-დან n-მდე. ხა დავუკვირდეთ ამ ფორმულას. I ინდექსი დგას A-ს პირველ ინდექსად. K ინდექსი დგას B-ს ბოლო ინდექსად. ხოლო A-ს მეორე ინდექსი და B-ს პირველი ინდექსი ერთნაირია, ორივე არის J და ზუსტად ეს J იცვლება 1-დან n-მდე. სადაც n-ი როგორც ჩვენ თქვით არის პირველი მატრიცის სვეტების რაოდენობა, ანუ მეორე მატრიცის ტრიქონების რაოდენობა. აქ თქვენ ხედავთ, რომ აი ამ პირველი მატრიცის სვეტების რაოდენობა რომ არ უდრიდეს მეორე მატრიცის ტრიქონების რაოდენობას, ამ ფორმულას უკვე აზრი აღარ ექნება. ნუ აი რაც მე ჩვენ თქვით ეს წერია, რომ ხაზი გაუსვათ, რომ ორი მატრიცის ნამრავლი განმარტებულია მხოლოდ მაშინ, როცა მათი ზომები შეთანხმებულია, სახელმდობ, როცა პირველი მატრიცის სვეტების რაოდენობა უდრის მეორე მატრიცის ტრიქონების რაოდენობას. მოვიყვანოთ მაგალითი. აი პირველი მაგალითი. ესე იგი გვაქვს მატრიცა, რომელსაც აქვს 2 ტრიქონი, 3 სვეტი. ესე იგი ხო თქვით, რომ ამისი სვეტების რაოდენობა უნდა იყოს აქ ტრიქონების რაოდენობა, მათაც აქ 3 ტრიქონი აქვს და ვამრავლეთ. პირველი ტრიქონი უნდა გავამრავლოთ პირველ სვეტზე, ანუ 1 გავამრავლოთ 2-ზე, 0 0-ზე, 2 1-ზე და შევკრიბოთ. ნახეთ, 1 გამრავლებული 2-ზე, ანუ 1 2-ზე,
პლუს 0 0-ზე, ანუ 0 0-ზე, პლუს 2 1-ზე, 2 1-ზე და შევკრიბავთ. ასევე პირველი სტრიქონი გავმრავლოთ მეორე სვეტზე. რა იქნება 1 - 1-ზე, 0 5-ზე, 2 1-ზე და შევკრიბოთ. ანალოგიურად მეორე სტრიქონი პირველ სვეტზე, აი აქ წერია, მეორე სტრიქონი მეორე სვეტზე. რაც მივიღებთ, რომ შევკრიბავთ, ამ ყველაფერს გამოვა, რომ არის ასეთი მატრიცა. ესე იგი, ჩვენ ხო თქვით, რომ გამრავლების შედეგად მიღებულ მატრიცს უნდა კონდეს იმდენი სვეტი, რამდენი სვეტიც აქვს, იმდენი სტრიქონი, რამდენი სტრიქონიც აქვს პირველს და იმდენი სვეტი, რამდენი სვეტიც აქვს მეორეს. ამას აქვს 2 სტრიქონი, მეორეს აქვს 2 სვეტი, ამიტომ მიღებული მატრიცი არის 2 სტრიქონიანი და 2 სვეტიანი. მეორე მაგალითი. ეს არის ნამრავლი 2 მატრიცის, რომელთაც აქვს 2 სტრიქონი და 2 სვეტი. საერთოდ ისეთ მატრიცებს, რომლებსაც სტრიქონებისა და სვეტების რაოდენობა ერთნაირი აქვს, ქვიათ კვადრატული მატრიცები. აი ეს არის მეორე რიგის კვადრატული მატრიცა და ესეც, იმიტომ რომ მეორე რიგი, იმიტომ რომ 2-ც არის სტრიქონი და 2-ც არის სვეტი. აი ესენი სპეციფიკური მატრიცებია, ნახეთ. ერთი კუთხეა დაფიქსირებული, ეს არის კოსინუს ალფა მინუს სინუს ალფა, სინუს ალფა მინუს კოსინუს ალფა. აქ იგივე გამოსახულება, მხოლოდ ალფას მაგრივად სხვა კუთხეა. რო გადავამრავლებთ ამათ ამ წესით, მივიღებთ ამ გამოსახულებას. ეხლა ამაც ელემენტარული შემოწმება უნდა, რომ ამათი გადამრავლებით ამ გამოსახულებას მივიღებთ. ეხლა დავუკვირდეთ თითოეულ წევრს. კოსინუს ალფა კოსინუს ბეტა მინუს სინუს ალფა სინუს ბეტა რა არის? ეს არის კოსინუს ალფა პლუს ბეტა. აქ რა ზის? აქ ზის მინუს სინუს ალფა პლუს ბეტა. აქ ზის სინუს ალფა პლუს ბეტა, აქ ზის კოსინუს ალფა პლუს ბეტა. ეხლა შევადაროთ ეს ნამრავლი ერთმანეთს. რას ხედავთ? გამრავლების შედეგად მივიღეთ ისეთივე სახის მატრიცაა, როგორიც იყვნენ ეს მატრიცები. ეგ როგორი სახისაა? ესე იგი, ეს არის მატრიცა, სადაც პირველ ადგილას აქ დგას რაღაცა კუთხის კოსინუსის შემდეგ იმავე კუთხის სინუსი შებრუნებული ნიშნით, აქ დგას იმავე კუთხის სინუსი და აქ დგას იმავე კუთხის კოსინუსი. როგორ მიიღება აქ კუთხეები? აქ კუთხეები მიიღებიან ამათი კუთხეების შეკრებით. ჩვენ შემდეგ ვნახავთ, ან პრაქტიკულზე აგიხსნით, რომ ეს მატრიცები სინამდვილეში ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ როგორც კომპლექსური რიცხვები. და აი ამ გამრავლებას აქვს კავშირი კომპლექსური რიცხვების გამრავლებასთან. მოვიგონოთ, რომ თუ გვაქვს კომპლექსური რიცხვები ჩაწერილი ტრიგონომეტრიული სახით და თუ გვინდა ეს რიცხვები ერთმანეთზე გადავამრავლოთ, ამისათვის ჩვენ უნდა მოდულები ამ რიცხვებისა გავამრავლოთ ერთმანეთზე, ხოლო არგუმენტები, ანუ კუთხეები შევკრიბოთ და ასეთნაირად მივიღებთ ამ ორი კომპლექსური რიცხვის გამრავლებას. ამ ორი კომპლექსური რიცხვის ნამრავლს. აი, აქ ზუსტად ეს არის გაკეთებული. რომ ამ ორი მატრიცის გამრავლების შედეგად მიიღება მატრიცი, სადაც კუთხე არის აი ამ კუთხეების ჯამი. მატრიცების ნამრავლი ასოციაციურია ჩვეულებრივი აზრით, რომ AB გამრავლებული C-ზე უდის A გამრავლებული BC-ზე. ცხადია, აქ ითვლება, რომ A, B და C მატრიცების ზომები შეთანხმებულია. იმიტომ რომ აი ამ ნამრავლს ჰქონდეს აზრი.
მოდი დავამტკიცოთ ეს. მართლაც თქვათ, რომ AB გამრავლებული C-ზე არის UIG. ესე იგი მატრიცაა ეს. ხოლო A გამრავლებული BC-ზე არის VIG. მაშინ რა გვექნება? გვექნება, რომ უყურეთ, რას უდრის UIG. აი ნახე, რას უდრის ესე იგი? ეს უდრის შემდეგ. აქ რა იქნება? ჯერ AB-ზე უნდა გამრავლდეს. ეს ნიშნავს, რომ ვიღებთ ჯამს AIG BG-K, სადაც G იცვლება. ხო? ხა ეს ხომ შემდეგ C-ზე მრავლდება. აი ამ ნამრავლის ამისი მეორე ინდექსი არის K. ხო? ამიტომ აქ უნდა იყოს CK L. ერთი და უნდა ემთხვეოდნენ ესენი ერთმანეთს. ესე იგი ეს გამოსახულება არის AB გამრავლებული C-ზე. და ეს იგივეა, რაც ხა ჩვენ შეგვიძლია ეს სიგმა გადავიტანოთ იქით. ეს ჯამის თვისებებია ცნობილი. იგივე რაც სიგმა AIG BG-K CK L, სადაც იცვლებიან G და K. ხოლო G იცვლება თავის საზღვრებში, K იცვლება თავის საზღვრებში. ხოლო VIL რა იქნება? აქ ჩვენ ჯერ B და C უნდა გავამრავლოთ, ხო? ესე იგი ეს არის AIG, შემდეგ გამრავლებას როგორი წესი აქვს, რომ ამისი მეორე ინდექსი უნდა იყოს ამისი პირველი ინდექსი. თავის მხრივ BC არის რა? BG-K CK L, სადაც K იცვლება. ხო, ახლა აქ G ერთმანეთს აი ამისი მეორე ინდექსი, ამის პირველი ინდექსი ემთხვევა და აქაც რო გავშლით, მივიღებთ იგივე ჯამს. ესე იგი UIL უდრის VIL-ს. მე ახლა აქ წეღარ ვკითხულობდი, გონი თქვი UIG და VIG, UIL და VIL. აქ არა ჩანს კარგად. n გამრავლებული n ზომის მატრიცას ქვია n რიგის კვადრატული მატრიცა. ეს ჩვენ წეღან თქვით. კვადრატულ მატრიცას აქვს ორი დიაგონალი. ერთ მათგანს, რომელიც ზედა მარცხენა კუთხიდან მივყავართ მარჯვენა ქვედა კუთხეში, ეწოდება მთავარი დიაგონალი, ან უბრალოდ დიაგონალი. მეორეს კი გვერდითი დიაგონალი. აი მაგალითად ამ მატრიცაში აი ეს არის მთავარი დიაგონალი, ანუ დიაგონალი და აი ეს არის გვერდითი დიაგონალი. კვადრატულ მატრიცას ქვია დიაგონალური, თუ მისი ნებისმიერი ელემენტი, რომელიც არდებს დიაგონალზე, უდრის ნულს. აი აქ ნახეთ, ყველა ელემენტი, რომელიც ამ დიაგონალზე, მთავარ დიაგონალზე არდებს, ნულია. აი დიაგონალურ მატრიცაზე გამრავლება განსაკუთრებით მარტივად გამოიყურება. აი ნახეთ, თუ ჩვენ ამ დიაგონალურ მატრიცას გავამრავლებთ ამ მატრიცაზე, რა ხდება? უბრალოდ შეიძლება ადვილად შევამოწმოთ, რომ ამ დროს A1 გამრავლდება პირველ სტრიქონზე, ნახეთ, A1 გამრავლდება პირველ სტრიქონზე, A2 გამრავლდება მეორე სტრიქონზე და ასე შემდეგ და ბოლოს AN გამრავლდება ბოლოს სტრიქონზე. ნუ აი მაგალითად მოდი შევამოწმოთ პირველი ელემენტი როგორ მიიღება. ამისათვის პირველი სტრიქონი უნდა გავამრავლოთ პირველ სვეტზე. ეს ნულები რო გამრავლდება ამ ელემენტებზე, სულ ყველა ნული იქნება და აქ გვექნება მარტო A1 გამრავლებული B1-ზე. დიაგონალურ მატრიცას თავისი აღნიშვნა აქვს, შემოკლებით რომ აღვნიშნოთ. ესე იგი, აი ამ დიაგონალურ მატრიცას, რომლის ელემენტები დიაგონალზე არის A1, A2, AN, ასე აღნიშნავენ დიაგ A1, A2, ასე შემდეგ AN. ერთეული მატრიცა ქვია დიაგონალურ მატრიცას, რომელსაც დიაგონალზე სულ ერთიანებია.
და აღნიშნება ესე e დიდი 1 აღნიშნება ხშირად. აი ჩვენ მას აღნიშნავთ ამ ერთეულოვან მატრიცას დიდი 1. მაშინ წინა ფორმულებიდან, აი ამ ფორმულიდან კერძოდ გამოდის, რომ თუ გვაქვს m minus m გამრავლებული n ზომის ამ მატრიცა, მაშინ ჩვენ შეგვიძლია გავამრავლოთ მარჯვნიდან e-ზე, იმიტომ რომ ეს აქვს n-ის სვეტი და აზრი აქვს 100 გამრავლებას e-ზე, იმიტომ რომ 100 რომ ეს ესე იგი, იმიტომ რომ 100 აქვს n-ის სვეტი, ხო, ესე იგი ეს ექნება n-ის ტრიკონი, წეღან ტრიკონი n-ის სვეტი აქვს. ნუ იცით რა ხა n-ის სვეტი აქვს და n-ის ტრიკონი. ამას აქვს n-ის სვეტი, ეს აქვს n-ის ტრიკონი და გამრავლება შესაძლებელია. ახლა აი ამ ორ ფორმულაში e აღნიშნავს n რიგის ერთეულოვან მატრიცას აქ. და აქ კიდე აღნიშნავს m რიგის ერთეულოვან მატრიცას. იმიტომ რომ აქ ეს ტრიკონების რაოდენობა უნდა დაემთხვეს 100 სვეტების რაოდენობას და 100 აქვს n ცალის სვეტი. და აქ კიდე ეს სვეტების რაოდენობა უნდა დაემთხვეს 100 ტრიკონების რაოდენობას. 100 კი აქვს m ტრიკონი. შემდეგ თავისთავად ცხადია, რომ ეს ოპერაციები აკავშირებენ მატრიცების გამრავლების ოპერაციებს სხვა ოპერაციებთან შემდეგნაირად. აი ესე ესეთი პირობები სრულდება დისტრიბუციულობა ორივე მხრიდან და აი ლამდას გამრავლება a და b მატრიცებზე. აქაც იგულისხმება, რომ მატრიცების ზომები არის შეთანხმებული, რომ აი ამ მოქმედებებს ჰქონდეთ აზრი. ესე იგი აქ a, b, c მატრიცები ნებისმიერი ზომის მატრიცებია, ოღონდ მათი ზომები შეთანხმებულია იმისათვის, რომ აი ამ გამოსახულებებს აზრი ჰქონდეთ. მაგრამ ახლა თუ ჩვენ განვიხილავთ n რიგის კვადრატულ მატრიცებს, მაშინ გაიოლდება ყველაფერი. ერთი და იგივე n რიგის კვადრატული მატრიცების ჯამი და ნამრავლი, ასევე იქნება n რიგის კვადრატული მატრიცა. აი 9-12 თვისებები, რომელია 9 თვისება ვნახოთ. აი ეს თვისება, ასოციაციურობა. შემდეგ ერთეულის არსებობა, დისტრიბუციულობა და ის რომ რიცხვზე გამრავლება შეიძლება, არა? აი ეს 9-12 თვისებები გვიჩვენებენ, რომ ყველა n რიგის კვადრატული მატრიცა შეადგენს ასოციაციურ ალგებრას ერთეულით. ესე იგი, მხოლოდ კვადრატულ მატრიცებზეა ლაპარაკი. თუ მატრიცა არ არის კვადრატული, მაშინ ასეთი მატრიცების სიმრავლე არ არის ალგებრა. იმიტომ რომ თუ მატრიცა არ არის კვადრატული, მაშინ მას თავისთავზე ვერც კი გავამრავლებთ. ჩვენ კვადრატულ მატრიცებს აღნიშნავთ ესე. აი ამ აღნიშვნაში ეს ზედმეტია შესაბამით არის ჩაცმული. ესე იგი, როგორ აღნიშნება მატრიცთა რგოლი n, ანუ როგორ აღნიშნება n რიგის კვადრატული მატრიცების ალგებრა. l, n, აქ n წერია, შვილებში k. k კიდე არის ეს ძირითადი ველი, რომელზეც განმარტებული არის ამ მატრიცების გამრავლება. თუ ჩვენ ვამბობდით, რომ მატრიცის ელემენტები მრავლდება რიცხვზე. ნუ ჩვენ შეგვიძლია რომ k-ს ელემენტებს რიცხვები დაუძახოთ, მაგრამ ეს ცხადი არ ნიშნავს, რომ k არის აუცილებლად ნამდვილი რიცხვთა ველი. ის შეიძლება იყოს ნებისმიერი ველი. აი თუნდაც ჩვენთვის კარგად ცნობილი
წილადების ველი, კომპლექსური რიცხვების ველი ან მარტივ რიცხვის მიმართ ნაშთა ველი. აი ნახოთ აქ შენიშვნა. აი ამ ალგებრას ხშირად აღნიშნავენო MNK სიმბოლოთი. მაგრამ L100-ს ჩვენს აღნიშვნებში იმიტომ ხმარობთ, რომ ეს L არის სიტყვა ლინეარის პირველი 100 L და დაკავშირებულია იმასთან, რომ შესაძლებელია მატრიცების, როგორც წრფივი ასახვების მოაზრება, ანუ ინტერპრეტაცია. იხილეთ პარაგრაფი 2-3. ლინეარ იცით რომ ნიშნავს წრფივს ინგლისურად. ეხლა აღვნიშნოთ აი ამ ჩვენი მატრიცთა ალგებრის ზოგიერთი, ასე ვთქვათ, უარყოფითი თვისება, როცა n მეტიან ტოლი 2-ზე. ნუ ცხადია რომ როცა n უდრის 1-ს, L1K არის უბრალოდ ველია, ეს არის პირველი რიგის კვადრატული მატრიცა და პირველი რიგის კვადრატული მატრიცა შედგება უბრალოდ ერთი ელემენტისაგან, K-ველიდან. და მაშინ L1K არის ველი. ამიტომ მაგას ცუდი თვისებები უჩნდება მაშინ როცა n მეტიან ტოლი 2-ზე. აი პირველი ცუდი თვისება. ალგებრა LNK არ არის კომუტაციური. მართლაც მოვიყვანოთ მაგალითი. ასეთი მაგალითი უკვე არსებობს მაშინ, როდესაც n უდრის 2-ს. აი ნახეთ. თუ ამ უბრალო მატრიცაა სულ ნულებია, მარტო აი აქ არ არის ნული. თუ გავამრავლებთ პირიქით, ახლა ეს ერთიანი აქეთ იყოს, აქეთ ნული. მივიღებთ აი ამ მატრიცას. ნუ გამრავლეთ თქვენ თვითონ. გონებაში გააჩერეთ ეს ვიდეო და გამრავლეთ გონებაში. თუ ახლა ან ფურცელზე შეგიძლიათ გამრავლოთ. ახლა პირიქით თუ ამას გამრავლეთ ამაზე, მივიღებთ ნახეთ რას. აქ იყო არანულოვანი მატრიცა და აქ მივიღეთ ნულოვანი მატრიცა. ნუ ცხადია ახლა ანალოგიური მაგალითები შეიძლება მოვიყვანოთ ყოველთვის, როცა n მეტია 2-ზე, მაშინაც. მეორე ცუდი თვისება. ალგებრა LNK-ს აქვს ნულის გამყოფები. ანუ აქ შეიძლება ვიპოვოთ ორი ისეთი არანულოვანი მატრიცა, რომელთა ნამრავლი ნულია. აი მაგალითად ერთი მაგალითი ეს არის. 0 ეს ორივე არანულოვანია, გავამრავლეთ მივიღეთ 0. ჩვენ ვიცით რომ მაგალითად ველებში ასეთი რამე შეუძლებელია. ანუ ველებში ორი არანულოვანი ელემენტი რო გავამრავლო, არასოდეს არ მიიღებ 0-ს. აი ამ LNK-ში უფრო მეტიც არსებობენ ისეთი არანულოვანი მატრიცები, რომელთა კვადრატი უდრის 0-ს. აი მაგალითად 0 1 აი ეს თავის თავზე რო გავამრავლოთ, არა, მივიღებთ 0-ს. ესეც შეგვიძლია შევამოწმოთ. მესამე ცუდი თვისება. LNK ალგებრის ყველა ელემენტი არაა შებრუნებული. ესე იგი აქ არიან ელემენტები, რომლებთაც შებრუნებული არ აქვთ. ეს გამოდის ნულის გამყოფების არსებობიდან და იმ ფაქტიდან, რომ ნულის გამყოფი არ შეიძლება იყოს შებრუნებადი. აი ეს ასეთ სიტუაციას, როდესაც ორი არანულოვანი ელემენტის ნამრავლი ნულია, ქვია ასეთი ქვია ის, რომ არსებობენ ნულის გამყოფები. და ცხადია, როცა ნულის გამყოფები არსებობენ, ეს ჩვენი სტრუქტურა არასოდეს არ არის ველი. ეს გამოდის იქიდან, რომ ველი რო იყოს, მაშინ იარსებებს ამისთვის თქვათ შებრუნებული ელემენტი და რო გავამრავლებთ მარცხნიდან აი ამ ტოლობას ამის შებრუნებული ელემენტზე, აქ მივიღებთ აი ამ არანულოვან ელემენტს, აქედან მივიღებთ 0-ს ისევ და გამოვიდოდა წინააღმდეგობა, რომ არანულოვანი მატრიცა უდრის 0-ს. ესე იგი ყველა ელემენტს არ აქვს შებრუნებული. მაგალითად აი ეს მატრიცები, აქ შესვლა მატრივები, აქაც შესვლა არის არაა შებრუნებადი.
აი ეს იმიტომ არ არის შებრუნებადი, რომ ხომ ხედავთ, არის მას აქვს ეს რომ ნულის განყოფია. ეხლა ამოცანა, პირველი ამოცანა. ეიჯი მატრიცას, რომლის ი-ჟიურ ადგილას დგას ერთიანი, ხოლო დანარჩენ ადგილებში დგანან ნულები, ქვია მატრიცული ერთეული. არაგერიოთ ერთთოლებოვან მატრიცაში. ესე იგი აქ რა ხდება? იურ სვეტში და ჟიურ ტრიქონში თანაკვეთაში დგას ერთიანი, დანარჩენი სულ ნულია. აი ამას ქვია მატრიცული ერთეული. არაგერიოთ ერთთოლებოვან მატრიცაში. ეიჯი მატრიცული ერთეულები შეადგენენ აი ამ LNK სივრცის, როგორც ვექტორული სივრცის ბაზისს. ცხადია, I და G იცვლება 1-დან n-მდე. უცხადია რა, რომ თუ მატრიცის ელემენტები არის A, I, G, მაშინ ეს მატრიცა იქნება რა, როგორი ჯამი? A, I, G გამრავლებული E, I, G-ზე, სადაც I და G იცვლებიან. და ამოცანა გვეუბნება, ამოწერეთ LNK-ში აი ამ ბაზისში გამრავლების ტაბულა. ნუ აბა ამოწეროთ ეს, თუ მოახერხებთ. თუ ვერ მოახერხებთ, პრაქტიკულ მეცადინებაზე გავაკეთოთ. მეორე ამოცანა. ლამდა სახის მატრიცები განვიხილოთ, სადაც E არის ერთთოლებოვანი მატრიცა, ანუ მატრიცა, რომლის დიაგონალებზე სულ ყველგან 1 დგას, აი აქ დიაგონალზე არ დგას სულ ყველგან 1, აქაც 1 უნდა იყოს. ხო? ხო, ლაპარაკია უკვე n რიგის მატრიცაზე, არა მარტო მეორე რიგის. ესე იგი n რიგის მატრიცა, სადაც დიაგონალებზე დგას 1. ახლა ესეთი E მატრიცა გამრავლოთ ლამდაზე. მაშინ მივიღებთ მატრიცას, რომლის დიაგონალზე დგას ყველგან ერთ და იგივე რიცხვი ლამდა კაველიდან. აი ასეთ მატრიცებს ეძახიან სკალარულს. ცხადია, რომ სკალარული ნამრავლები, სკალარული მატრიცები გადანაცვლებადნი არიან ყველა იგივე რიგის კვადრატულ მატრიცებთან. ესე იგი, რომ ავიღოთ კვადრატული მატრიცა და გავამრავლოთ ლამდაეზე მარცხნიდან და მარჯვნიდან, მივიღებთ ერთი და იგივე რიცხვს. რატომ? იმიტომ რომ მარცხნიდან გამრავლების დროს ეს რას მოგცემს? ლამდაზე გამრავლდება ყველა სტრიქონი. მარჯვნიდან გამრავლების დროს ლამდაზე გამრავლდება ყველა სვეტი, მაგრამ ეს ერთი და იგივეა, იმიტომ რომ ერთ და იგივე რიცხვზე ლამდაზე გამრავლდება. აი ამოცანა მდგომარეობს შემდეგში, რომ პირიქით დავამტკიცოთ. თუ ნებისმიერი კვადრატული მატრიცა, რომელიც გადანაცვლებადია იმავე რიგის ყველა კვადრატულ მატრიცასთან, არის სკალარული. ესეც დავამტკიცოთ პრაქტიკულ მეცადინეობაზე. ამოცანა 3. დავამტკიცეთ, რომ L2R ალგებრაში აი ეს მატრიცები, ასეთი სახის მატრიცები შეადგენენ კომპლექსური რიცხვთა ალგებრის იზომორფულ ქვეალგებრას. L2R რა არის? ეს არის მატრიცები, რომლის ელემენტები არიან ნამდვილი რიცხვთა ველიდან და ამავე დროს ეს არის მეორე რიგის მატრიცთა ალგებრა, ანუ 2 სტრიქონი, 2 სვეტი. უნდა დავამტკიცოთ, რომ ისეთი ტიპის მატრიცები L2R-დან, რომლებსაც ესეთი სახე აქვთ, არა, სინამდვილეში არიან კომპლექსურ რიცხვთა ალგებრის იზომორფულნი. კერძოდ, თუ ისინი არიან იზომორფულნი კომპლექსური რიცხვთა ალგებრის, მაშინ ყველა ესეთ მატრიცას აქვს შებრუნებული, გარდა იმ შემთხვევისა ცხადია, როცა მატრიცა არის ნულოვანი. აი ხა ეს ამოცანა რო გაგვიადვილდეს ამოსახსნელად, მე დაგაბრუნებთ უკან ერთი მაგალითის განხილვაზე. აი ნახეთ, აი ამ მაგალითს რო ვიხილავდით, ეს მატრიცა არის
აი წეღანდელის მისი ანალოგიური იქ რა იყო a minus b b-ა ზუსტად ისეთი მატრიცა არის აი აქ ჩვენ მაგალითში რომ არის მოყვანილი ნახეთ a minus b b-ა მეოთხე ამოცანა დაამტკიცეთ რომ თუ L2C-ს განვიხილავთ როგორც ალგებრას R-ზე მაშინ აი ეს მატრიცები შეადგენენ უკვე კვატერნიონების ალგებრის იზომორფულ ქვეალგებრას. ესე იგი ესენი არიან ქვეალგებრები აქ და ასეთი მატრიცების სიმრავლე იქნება კვატერნიონების ალგებრის იზომორფული. ესე იგი მოდი შევადაროთ ეს ფორმულა წინა ფორმულას. აქ რა ქონდა a - b b a აქ გვაქვს a minus b შეუღლებული b a შეუღლებული ეს კომპლექსური რიცხვები არ დაგვავიწყდეს ამიტომ შეუღლებას აზრი აქვს აი აქ შეუღლება რომ დაგვეწერა იგივეს მივიღებ იმიტომ რომ ნამდვილი რიცხვის შეუღლებული არის თავისი თავი ესე იგი ეს ფორმულები ერთმანეთს ძალიან გავს აქ შეუღლებებია და აი დავამტკიცოთ რომ ისინი შეადგენენ კვატერნიონების ალგებრის იზომორფულ ალგებრას. ახლა თქვათ გვაქვს ნებისმიერი მატრიცა. განმარტოთ მისი ტრანსპონირებული მატრიცა. რა არის ტრანსპონირებული მატრიცა? ეს არის მატრიცა, რომელიც მიიღება შემდეგნაირად. პირველი მატრიცის სტრიქონი უნდა დავწეროთ სვეტად. ნებისმიერ ყველას ვთქვათ პირველი სტრიქონი იყოს პირველი სვეტი, მეორე სტრიქონი იყოს მეორე სვეტი და ასე შემდეგ. აი წერია აქ რომლის სტრიქონებია ამ მატრიცის სვეტები, ხოლო სვეტებია ამ მატრიცის სტრიქონები. ნუ ცხადია თუ ეს არის m-ი გამრავლებული n მატრიცა, ეს იქნება n-ი გამრავლებული m მატრიცა. თუ ტრანსპონირებული მატრიცის i-ჟიურ ელემენტს აღნიშნავთ ესე, ისე i-ჟითი მხოლოდ აქ ესეთი ტესმაგვარ ხაზს გავუკეთებთ. მაშინ ცხადია რომ i-ჟიურ ადგილას ტრანსპონირებულ მატრიცაში დგას გამოსავალი თავდაპირველი მატრიცის g i ადგილას დგარი ელემენტი. მაგ ცხადია რომ თუ ორჯერ ტრანსპონირებას მოვახდენთ, მივიღებთ საწყის მატრიცას, ამიტომ აი ამ ფორმულას ადგილი აქვს. ასევე ცხადია არის რომ თუ A-სა და B-ს შევკრებთ და შემდეგ მოვახდენთ ტრანსპონირებას, ეს იგივეა რომ ჯერ თითოეულის ტრანსპონირება მოვახდინოთ და მერე შევკრიბოთ. ასევე თუ A-ს გავუმრავლებთ რიცხვზე და შემდეგ ტრანსპონირებას მოვახდენთ, ეს იგივეა რომ ჯერ მოვახდინოთ ტრანსპონირება და მერე ლამდაზე გავუმრავლოთ, სადაც ლამდა არის რიცხვი კაველიდან. ესე იგი, ტრანსპონირება კარგად არის შეთანხმებული შეკრებასთან და რიცხვზე გამრავლებასთან. ანუ ამ მატრიცების ალგებრის ორ ოპერაციასთან. ეხლა ვნახოთ ეს ტრანსპონირება როგორ არის შეთანხმებული მატრიცების ნამრავლთან. თურმე შეთანხმება აქვს შემდეგში მდგომარეობს. რომ თუ გვაქვს მატრიცების ნამრავლი და ამ ნამრავლის ტრანსპონირებული უნდა ავიღოთ, ეს არ არის ტრანსპონირებულების ნამრავლი. ესე იგი, როგორც ანტიკომუტაციურობა გამოდის რაღაცნაირად და AB გამრავლებულ AB-ს ტრანსპონირებული არის B-ს ტრანსპონირებული გამრავლებული A-ს ტრანსპონირებული. მე აქ გამოიყენე სიტყვა ანტიკომუტაციურობა. ნუ ანტიკომუტაციურობა თად ეს არ არის, ხო, ანტიკომუტაციურობა სხვა რამეს ნიშნავს, რომ აი ჩვენ რო გქონდა გეომეტრიულ სამგანზომილებიან სივრცეში ვექტორული ნამრავლი, იქ ანტიკომუტაციურობა ნიშნავს, რომ AB უდრის -B-ას.
დავამტკიცოთ ეს თვისება. მართლაც ვთქვათ, AB არის C მატრიცა და ის შემოკლებით ასეთნაირად ჩაიწერება. მაშინ ცხადია, რომ ტრანსპონირებულ მატრიცაში რაც დგას K-I ადგილას, ეს იგივეა, რომ აი ამ ნამრავლში ეს არის ის ელემენტი, რომელიც ნამრავლში დგას I-K ადგილას. მაგრამ ეს რას უდრის? აი ამ გამრავლების ფორმულის მიხედვით ეს უდრის AIJ BJK. მაგრამ რა არის AIJ? AIJ არის AJ ტრანსპონირებულში. BJK არის BKJ ტრანსპონირებულში. ეხლა გადავანაცვლოთ, იმიტომ რომ ესენი ვერის ელემენტები არიან და ამათი გადაადგილება შეიძლება. მივიღებთ ამ გამოსახულებას, ეს კიდე არის ზუსტად აი ეს ნამრავლი. ისე აქედან ჩანს, რომ C-ს ტრანსპონირებული, ანუ აი ამისი ტრანსპონირებული უდრის B-ს ტრანსპონირებული, გამრავლებული A-ს ტრანსპონირებული. ეგ მაგალითია. შენიშნა ესეთი უფრო ზუსტად, რომ მკითხველს შეუძლია შეამოწმოს, რომ ბოლო 3 პარაგრაფის ყველა მსჯელობა უცვლელად შეიძლება განვახორციელოთ მაშინაც, როცა K არის ნებისმიერი კომუტაციური ასოციაციური რგოლი ერთეულით. მაგალითად, მთელი რიცხვთა რგოლი ან ნაშთთა რგოლი. ერთადერთი განსხვავება ტერმინოლოგიაშია, ამ ბოლო უფრო ზოგად სიტუაციაში ცნება ვექტორული სივრცის მაგივრად გამოიყენება ცნება მოდული. ესე იგი, აი აქ ჯერჯერობით ბევრგან ის რომ K არის ველი არ თამაშობს რაიმე როლს. თავარი არის რომ K იყოს რგოლი.